ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება ძალაში რჩება ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ ოლიგარქის სუსმა გამოძიება დახურულად გამოაცხადა, თუმცა ხალხი მდინარაძის უწყებას სიტყვაზე უნდა ენდოს. რადგან საგანგებო ბრიფინგი ისე დასრულდა, რომ ერთი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენიათ. ივანიშვილის გამოძიება იმაზე შორს წავიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ანუ სუსი ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ გამოყენებული ფხვნილია უვნებელი, არამედ მისი გამხსნელი სითხეც. ამ ლოგიკით კი დოკუმენტი, რომელიც BBC-მ მოიპოვა, გაყალბებული გამოდის. არადა მისი ნამდვილობა კობახიძის პირით ოცნებას უკვე დადასტურებული აქვს. დანაშაულის დაფარვის წარუმატებელი მცდელობა, ნუცა ბახუტაშვილი გვერდება სპეციალისტების შეფასებებით და კითხვებით, რომლებიც სუსის ვერსიამ გააჩინა. დიახ, ლუკა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების მოწამვლის ფაქტზე საკუთარი ვერსია გააჟღერა. მდინარაძის უწყება ამბობს, რომ მათ CS-ი, ანუ ცხელმსადენი გაზი გამოიყენეს, რაც მათივე მტკიცებით არათუ მავნე, არამედ სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც საფთიაქო ქსელებიც ფლობენ. რაც შეეხება გამხსნელ სითხეს, კითხვები აქაც მრავლად ჩნდება, რადგან სუსი მართალია ვერ უარყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ტოქსიური გამხსნელი ტრიქლორეთილინი ინახებოდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ის კონკრეტულ თარიღებში კერძოდ კი 4 და 5 დეკემბერს არ გამოუყენებიათ. რა ხდებოდა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, როცა წყლის ჭავლით მოქალაქეებს მაშინაც და მას შემდეგაც შლიდნენ. რატომ არ გაასაჯაროა მიღება ჩაბარების აქტები და სად არის დოკუმენტები, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის შედეგებს ასახავს. 5 დღის შემდეგ სუსმა შეძლო ვერსიის გაჟღერება, რომელიც საერთოდ არ გამოიყურება სარწმუნოდ ექსპერტებისათვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის. და რაც მთავარია, თუნდაც ვენდოთ სუსის ვერსია, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე მოქალაქეების წინააღმდეგ საშიში ნივთიერების გამოყენებასა და მათი ჯანმრთელობის დაზიანების მცდელობასთან გვაქვს. თავი დავანებოთ. თვითონ ეს კომბინაცია გამხსნელი თუნდაც CS-ი, ანუ რასაც თვითონ ამბობენ და წყლის ჭავლი უკვე არის პრობლემური და ასეთი რაოდენობით ამდენი დღის მანძილზე და ესეთი ასე ვთქვათ მეთოდებით, რომელიც ისაც იყენებდნენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა სურათი. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ცვლილებები ადამიანებში, რომლებიც იყვნენ იმ პერიოდში, რომლებიც ასახელებენ ქრონიკულ პრობლემებს. ამიტომ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. ამათ ესეთი სტრატეგია ერჩიეს, რომ მაქსიმალურად დააბნიონ ადამიანები რაღაცა ქიმიურ ტერმინებში, კოდებში, ქრონოლოგიაში, რომ რიგითმა ადამიანმა საქართველოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ ხელი ჩაიქნიოს და თქვას, მაინც არაფერი არ გამოვა. ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლება დღევანდელი მდგომარეობითაც აი სუსის განცხადებიდან გამომდინარე სრულიად დაბნეულია, თავს ვერ აბამს ლოგიკას ვერანაირს. ფაქტი არის, რომ რაღაცა ძალიან ცუდი და უკანონოა გამოყენებული, ამის ეშინიათ მე მგონი მე ვარაუდობ ამათი რეაქციებიდან, რომ ეს ინფორმაცია თავისი ობიექტური მტკიცებულებებით საზღვარგარეთ არის გასული. ამიტომ ეხლა ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცა პარალელური რეალობა შექმნა. ნორმალური ხელისუფლების პირობებში საერთაშორისო გამოძიება უნდა იყოს ძალიან კარგი გამოსავალი, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს და გაერკვევა ვინ დამნაშავეა და ვინ არა. საერთოდ CS-ი და მსგავსი ცხელმსადენი საშუალებები, მათ შორის ციცაკის გაზი, გამოიყენება აგრესიული ბრბოს შესაჩერებლად და არა 10,000-ობით ხალხზე გადასასხმელად. რატო იცით? აგრესიული ბრბო ეს როგორც წესი არის ახალგაზრდა ჯამღონი სავსე ხალხი. როდესაც წყალში გახსნილ CS ასხავ უზარმაზად დემონსტრაციას სადაც არიან გულსიზრდავა დაავადების ქრონიკული პაციენტები, სადაც შეიძლება იყვნენ ასთმიანები, შეიძლება იყვნენ კიდე რა ვიცი, 1000-ნაირი, ხო? ეს რას ნიშნავს, იცით? განურჩევლად ყველა დგება რისკის ქვეშ. რაც სუსმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, არ დაუდასტურებია დოკუმენტურად. შესაბამისად, ახლა კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი. ექსპერტებისათვის სწორედ საერთაშორისო გამოძიებაა ზუსტი პასუხი მომხდარზე და თუ კი ოცნებას დასამალი არაფერი აქვს, მაშინ საერთაშორისო გამოძიება არც მისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და პირიქით უნდა ეთანხმებოდეს კიდეც. თუმცა სუსის მხრიდან გამოძიების დასრულებულად გამოცხადება ექსპერტებს აფიქრებინებთ, რომ ახლა ოცნების მიზანი ამ სკანდალური საქმის სრულად ჩაფარცხვა.